Ჩვენ ინტერესი ხო არის რომ თანხა მიიღოთ. Ჩვენ ინტერესია რომ ადამიანს ნორმალურად ვაჭაროთ ხალხო და შენი ინტერესია რომ ფული მიიღო. ამიტომ კეთილი უნდა ინებოდა ისეთი პროდუქცია უნდა წარმოადგინო რომ თავის სამართლებელი ხო აქ არ კონდეს ჩვენთან რა და ჩვენთან საერთოდ და რამდენჯერ იყავით ხო ერთხელ გაგიბარეთ ხო ვისაუბრეთ 4 საათის განმავლობაში ვისაუბრეთ ამ თემაზე და პირობებ და გულზე ხელს ითხოვთ ამას ვუძებთ იმას ვუძებთ ვერ ხედავ ამ რაღაცებს გაკეთებულ ჯერჯერობით რა და თუ ვერ უზრუნველყოფდით შემოკარგო მას რა და არ შემოსულიყავ ტენდერში ვერ უზრუნველყოფდა კომპანია მოხუცებულთა სრულფასოვან ტოვებას საწყობიდან გამოდიოდა არასაკმარისი რაოდენობის პროდუქტი და იყო შემთხვევები, რომ პროდუქტის ნახევარი იყრებოდა ქვაბში, რაც იწვევდა მოხუცებულთა სამართლიან უკმაყოფილებას. ასევე დარღვევული იყო სანიტარული პირობები, მათ მივეცით მუშაობის გამოსწორების საშუალება, მაგრამ სამწუხაროდ სიტუაცია არ შემიძლია ვთქვა, რომ არ შეცვლილა, რაღაცა წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს, ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბენეფიციარები იყვნენ კმაყოფილი. აღნიშნავ, რომ მენიუში იყო რაღაცა ცვლილებები, რომლის გამოსწორებასაც ვცდილობდით. ბაბირება მოხდა მენიუში. მეტი სხვა არაფერი არ მოხდა. უნდობლობას ვუყენებ ბეგაშვილის სამსახურს, ვითხოვ სურსათის უნდობლობის სამსახურს. 22 ივლისს მოხდა ასეთი მონიტორინგი, სადაც გამოიკვეთა სანიტარული ჰიგიენური ნორმების გადახრა. ეხება ეს როგორც თვითონ მომსახურე პერსონალის პირად ჰიგიენურ სისუფთავეს, ასევე ინვენტარის, შენახვის, ხელის დაბანის საშუალებების შესახებ საკითხებზე აღმოჩნდა გადახრები, რის შედეგადაც ჩვენს მიერ მომზადდა დასკვნაც და მომზადდა სარეკომენდაციო სახის წერილიც, რომელსაც ძალიან კარგი იქნება თავიანთვისაც და რა თქმა უნდა პირველ რიგში მოსახლეობისთვის თუ გაითვალისწინებენ და ამის მიხედვით განახორციელებენ მომსახურებას. მუნიციპალიტეტის საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები კვების ხარისხთან მიმართებაში, ამიტომ ჩვენ დამატებით ხარისხთან დაკავშირებით გულისხმობთ იმას, რომ მაქსიმალურად ყურადღება უნდა მიაქციონ და უგულოდ და რაღაც ციფრებით არ უნდა ექცეოდეს შემსრულებელი ამ შემთხვევაში ადამიანებს, ხა ჩვენ მქონდათ თუნდაც მკაცრი საუბარიც იყო შემსრულებელთან, ადამიანი თუ კი ვერ უზრუნველყოფს რაღაცას, მაშინ მას მონაწილეობა არ უნდა მიიღო, ეს რო იყოს ახლა ნებისმიერ სხვა კომპანია დიდი ხნის განმავლობაში გვექნებოდა პირდაპირ კეთყვით გაუქმებული ხელშეკრულება, უბრალოდ ეს არის ადამიანების კვებაზე და ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში ეს ადამიანები კვების გარეშე რჩებიან, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ წავიდეთ ურთიერთ თანამშრომლობაში და ვეუბნებთ რომ თქვენი ვალდებულება მაქსიმუმი შეასრულეთ, ჩვენ ვალდებულებას შევასრულებთ და მაქსიმალურ კონტროლს ვაკეთებთ იმისთვის რომ მათ თავიანთი ვალდებულება შეასრულონ და პერსპექტივაში უკვე ჩვენ გვაქვს იდეა რომ ვიფიქროთ იმაზე რომ საკუთარი IP გავაკეთოთ, რომელიც კვებას უზრუნველყოფს, ჯობს ისევ მუნიციპალიტეტმა იყოს თავის თავზე ეს მომენტი და ეს კომპონენტი და ის მაინც გვეცოდინება რომ ჩვენ ჯერ უნდათ კვებავთ ადამიანებს და ეს თანხაც არის მაქსიმალურად ადრესატამდე მიდის